ორი დიდი ეკლესიის ღვთისმეტყველის ფერხთით, ასე ვთქვათ, ძალიან პატარა ზომით არის დახატული, ესე იონე დამასკელის და მაქსიმე აღსარებლის ფერხთით. ასეთი თავდაბლობით გამოსახვა ეს კიდევ ერთ დიდ მოვლენაზე მიანიშნებს მის თავდაბლობაზე. ძალიან სასიამოვნოა ზოგადად, როდესაც იხსენებ ამ ნაწარმოებს კითხულობ. აი ქართველი კაცისათვის მართლაც ავტოპორტრეტია თითქოს ეს ნაწარმოები, იმიტომ რომ გულს მართლა მალამოდება მისი თითოეული სიტყვა. ყოველ ოთხშაბათს 18 საათსა და 5 წუთზე ღვთისმეტყველების საათი წამყვანთან დეკანოს გიორგი ხანთაძესთან ერთად. ძალიან რთულია რომ ადამიანმა ამაში ქრისტიანობა დაინახოს თუ კარგად არის თავს პარალელებს თელ საღვთო ისტორიას, ანუ თელ ბიბლიას, აი დაცემა, თელი მისი შინაარსიც მეფხისტყაოსის ასიერ და ბოლოს ქორწინებით, ანუ როგორც მაცხოვრის ეგავშია ქორწინება ხო მამებთან უმრავლესობით განიმარტება როგორც სასუფეველი და მეორედ მოსვლა და განწმენდა და ვერ ღმერთთან მისვლა.